პირველი აქტის მაუწყებლობასთან ყოველკვირეულ აქციებს გამართავს და მართავს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და საქართველოში ძირითადი თავისუფლებისა და კანონის გადაწყვეტის იგნორირებასთან დაკავშირებით. ჩვენ შევეცდები პირველ ერთხელ გავამციროთ საქართველოს მოქმედი მასმედია და საქართველოს სასამართლო ხელისუფლება იმდენად რამდენადაც მოახლოებული საარჩევნო კამპანია ადრე თუ გვიან წერტილს დაუშვათ საქართველოში ხელისუფლების მხრიდან მასმედიაზე და სასამართლო ხელისუფლებაზე მონოტორია. ფაქტის აღებია რომ სიმაგრეს სწორედ ერთად ხელმძღვანელ შეხვედრა საქართველოს ტელევიზიის პირველ არქის მაუწყებლობის ხელმძღვანელობასთან რომელთა დაპირება გერდის შეფერობის დაპირება ხდება იმდენად რამდენადაც ის ინტერვიუსი ის ოქტომბერიანი ინტერვიუსი რაც საქართველოს ტელევიზიის პირველ არქმა მხოლოდ პოლიტიკამის გაუშვება და დაამახიჯა და შემდგომ განმავლობის ბოლო ინტერვიუსი საკუთარი პოზიციით დაფიქსირდა აბსოლუტურად აღწერება დიალოგს და სინამდვილეს და მოითხოვს კანტონის მოდელთან მის მიერ გაკეთებული განცხადებისა და პირობის შესრულებას. განაცხადი დიპლომატია როგორც რატომ იქცევიან ასე ჯერკის შეახენებს და დაიმეორებს იმეორებს იმ რეალობას საქართველოს ეგრეთ წოდებული მასმედია და საქართველოს ეგრეთ წოდებული კანონის უზენაესობა იმყოფება. საქართველოში გასწრებული აგრე რომ იდეონება და გასწრებული პოლიტიკური პოზიცია რომ იდეონება არ ახალია და მეხელიზია ახლა ოფიციალურ ტელევიზია პირველი არის კენტრალურობა კი ვარჯერო დოკუმენტი სადაც საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის სამინისტრო შექმნის შესახებ დაწესებული აღწერებული მადასთან 55-ზე და დაწერილი დოკუმენტი რომლითაც შემდგომლობდა საქართველოს ინტერესები, როდესაც იგი თავსაბუთავს თავდაცვის მინისტრად აცხადებს და როდესაც მათ უკვე გასწორებულ განებულებას მოაწერა ხელი. საინტერესოა, რომ თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ განებულება გასწრებული აქვს 1991 წლის 22 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ბატონია დასახელდა და სწორედ ეს თარიღი იდეიდან აღადგინა თვისი. შეგიძლია გადაიღოთ ეს დოკუმენტი ეს რაოდენობით გამოაქვეყნა და მას გადაგაგებო. და შეგიძლია გაჟღეროთ სხვა დოკუმენტი ზუსტად იგივე პირველად ფურცელზე საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისა სადაც დაფიქსირებულია კონკრეტული განებულება, რომელსაც რატომღაც საქართველოს ტელევიზია და საქართველოს ეგრეთ წოდებული მასმედია აბსოლუტურად არასდროს ყურადღებას და სწორედ ამაშია საქმე, რომ საქართველოში ერთევითი სამართალია და საქართველოს ტელევიზია აშუქებს იმას, რაც დავაგაცხობს. თუ ერთი განებულება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისა კანონიერი, რატომ არ არის მეორე განებულება კანონიერი? ახლა შემიძლია შევახსენო საქართველოს მასმედიას ხელმძღვანელობას, რომ არჩევნებში მონაწილეობა თუ არ მონაწილეობა, ბოიკოტი თუ მონაწილეობა საინტერესო სამართლებრივი ნორმა და ორთავე შემთხვევაში ორთავე პოზიცია მასმედია უნდა დაასრულოს თანახმად. ჩვენ შევიდეთ ნახოთ ამავე და ბოლო 25 წლის მანძილზე თუ მოხდა გასის შემთხვევა რომ საქართველოს ტელევიზიის პირველად დაესწრებია ბოიკოტის რომელიმე აქცია. მეტი მეოთხე მოახერხეთ მეორე ხელმძღვანელობას, რადგან იმ ალბეთი დღეებში დეკემბრის სახელმწიფო გადატრიალების დროს სწორედ აქედან ისწრებენ პიროვნებები და საკუთარ პოზიციას მაშინაც კი აფიქსირებენ ბოიკოტის შესახებ ტელევიზიის. დარავინ არუსტიკა 91 წელს საქართველოს ტელევიზიის პირველი არქის სანაცვლოდ საკუთარი პოზიცია დააფიქსირებინა. რადგან ისტორია უიცნობა და სწორედ იმ ხელისუფლებაზე დიქტატორებს
და საქართველოს მოსახლეობას აბსოლუტურ საინფორმაციო ტერორის შესაქმედები რამეთო ხოლმე ხელისუფლებისა და რეჟიმის მაამებელი განცხადებები შეეხება საქართველოს საინფორმაციო საშუალებებით. რაც შეიძლება სასამართლო ხელისუფლებას ჩვენმა მიმართულებით ძალიან ბევრი დოკუმენტი გვაქვს, სადაც ფუნქციებზე საავადმყოფოს წერია საქართველოს ხელისუფლების შედეგი, დემოკრატიული ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლების მიერ მიღებული აბსოლუტური დადგენილებები სადაც აბსოლუტურად იგნორირებულია საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია და ეს კონსტიტუცია რომელიც კონსტიტუცია დააკავოს პირველი ფუნქცია მიარეს საქართველოს ხელისუფლების 1990 წლის 20 ოქტომბრის არჩევნებით საქართველოს სახელმწიფო მმართველობაზე მოსული ხელისუფლების კანონიერებას. სწორედ ეს კონსტიტუცია მეორე ფუნქციის ნამდვილი მოქმედი კონსტიტუცია აფიქსირებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული სიამოვნების საკითხს. დაუცველობა საჭირო გაიმართოს საქართველოს მოსახლეობას, რომ არჩევნებში ნექსტისუნდობლიეთ მისცემს აფხაზეთისა და ოსეთის რუსეთის სცენარის დაკანონების ძალობას. ამას ქართულ მოსახლეობას არ ეუბნებიან, მაგრამ სადაც საჭიროა დაიწყდეს ეს დოკუმენტები ხერხემალი დანარჩენილი. ნუღონია საქართველოს მასწავლია დაწევრება, რომ მათი ხერხემლის პოზიცია საქართველოს აფხაზეთის ასპარესზე მათარ სიტყვას დაბლოკავს, ვერ დაბლოკავს, რამდენი გარდა იტალოთ. ვერ ხალხს რამდენად ინტერნეტად საქართველოს მოსახლეობას ოსახუთი თელია სორვაი სიტყვით. თქვენ დაიწყეთ და ძალიან კარგად დაიწყეთ. რომელ არჩევნებში თორესაც დავაჟებეთ, კონკრეტულად აფხაზეთის ეგრეთებული ხელისუფლება და თანამდებობა ეგრეთებული ოსეთის ხელისუფლება. განსაკუთრებით საქართველოს სამი ერთიანი სტატუსის პრეზიდენტი ეკონომიკურ ეხლა რუსეთს და თქვენთან რუსეთის პარლამენტი. რამდენი თავმოყრა მე ვაყო თქვენ ის პოზიციაზე საქართველოში კიდევ პოლიტიკური დემოკრატიული მართლობის დამკვირვებელია. სოციალ საქართველოში რუსული პარლამენტი რეჟიმის საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკა და არიქერო პრეზიდენტი დათავდა. That's very nice. After the documentary, the documentary is done. Other practicing, Abiyarata and Ashoka Shivanathan, Roman Samarada Nakita. After the documentary, when the Samarada Shivanathan, the Samarada Samarada. Rather movement of the documentary, Samarada Samarada. That's in the presentation of the law. Rather, los cazaderos son los que van a cancelar el día. Por eso no es nada. Y se derrotó, pues si te dice, ¿por qué vas a ir por eso muy nada? La persona está a tal esto de memoria. Que la da un día, por eso muy poco tiempo, está a esto de memoria, tal vez siete. Luego se va a urge. Pasa de día, con la pregunta de los que cargadísimo. David Tomás, los cazaderos, pues ha probado a los que se cancelan. Tavalisteros geldik tarih. Geldik. Ama arkadaşlar, o arkadaşı, koydu koydaydı, orada kabeti bıraktı. Rasam kapatları sarısı, kapatları sarısı, orada rakaldı. Kes koyda karşılığı, orada köfte koydu zaten. Yıkıdan sokuları, koyduk var. Orada bir köfteki arkadaşlar, koydan kalırdı. Orada bekledim, orada bakıyorum. Tabii ki. Yeşildir. Ben anladım ki ne olur. Ama sonra yanlışlıkla. Ama ne başımız görüyor mu bir şey. Tamamıyla bu defalı oluyor. Sonra orada başka şey yok. Seçimlere bak. Tabii maçı. Ama orada bir protesti. Sakatlık masakları bir tartışmalarla. Polise daha güzel. Tabii orada çok konuşmaları. Abi gözüm tartışmaları var. Duvar yapıyorlar. Sedeki zaliler var. Çok kalite geçiriyorlar. Radyoda çok oyunu da bir tavsiye ediyorlar. Uçkuyla kıyafetleri de
გაიმარჯვოთ ულტიმატუმით. არა ტელევიზია უნდა იყოს საკუთარი თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება. და არა იარაღი, რასაც კონკრეტულად ითქვათ. ეს არ მოხდება. იგი მადლობა. ახლა რა შეგახსენებთ? მომავალ ოფსალათან.